რა შეიძლება წააწყდე ივრის მარცხენა შენაკადის ლაფიანხევის გაღმა ნაპირზე. კოშკითა და გალავნით აღჭურვილ მონასტერს თუ განსაცავს გარეკახეთის საეპისკოპოსო კათედრალისა. სადგაქრა ის ძველი სოფელი ხაშმი, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით სწორედ მონასტრის მიმდებარედ იყო გაშენებული. და რატომ სჭირდებოდათ ჩვენს წინაპრებს შეექმნათ მისტიური თქმულებები მაშინ, როდესაც ქვეყანას გაქრობა ემუქრებოდა. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგული ძიებაა. წამომყევი და ერთად გავაცოცხლოთ ხაშმის ღვთისმშობლის, იგივე ყველაწმინდა სამონასტრო კომპლექსის წარსული. წავედით. მოგესალმებით. ვინ ჩვენს წინა სიუჟეტს თვალი ადევნეთ, გემახსოვრებათ, რომ გიჩვენეთ კაწარეთის იგივე ხაშმის სამების სამონასტრო კომპლექსი, დედათა მონასტერი, ბრწყინვალე ადგილი თუ ისტორიულად და თუ სანახაობრივად. ახლა იგივე ჯგუფის წევრები ისევ სამი მანქანით, მეოთხე მანქანა პატარძეულთან არის დავითის გაჩერებული. ხო, ჩვენი სამი ყველგან მავალით მივიწევთ. ისევ სოფელ ხაშმის მიდამოებში და ამ ადგილს ესეც მონასტერია, უბრალოდ ნამონასტრალია. დედა ღვთისმშობელსაც უძახიან და ასევე ყველა წმინდასაც. საკმაოდ რთული ძეგლია იმ კუთხით, რომ მემატიანეთა ხელნაწერებში და ისტორიულ წყაროებში მასზე არავითარი ცნობა არ მოიპოვება, მაგრამ ჩვენ როგორც დაკარგულის მაძიებლები, რა თქმა უნდა შევეჭიდეთ ამ ძეგლს. ეხლა მივდივართ სწორედ მისკენ, გიჩვენებთ გზას, როგორი გზით წავალთ, რა სირთულეებს გავივლით და შემდეგ უკვე ისტორიულ ნაწილზე გადავალთ და თქვენ თავად შეაფასებთ, რამდენად კარგი თუ საერთოდ რა გამოგვივიდა ესე რა ვთქვათ. წავედით. გეზი აღებული გვაქვს ივრის ხეობის კიდევ უფრო სიღრმისკენ, იქ სადაც მოედინება მდინარე ლაფიანხევი. იგი გახლავთ მდინარე ივრის მარცხენა შენაკადი და ჩვენ სწორედ მისი გადაკვეთა მოგვიწევს, რათა აღმოჩნდეთ იმ ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების ნიმუშთან, რომლის გადაღებასა და თქვენთვის ისტორიულ სიუჟეტად ჩვენებასაც ვაპირებთ. ესე იგი, იმ გზასთან შედარებით, რა ჩვენ პატარძეულიდან კაწარეთის სამებამდე გავიარეთ, აი ეს მონაკვეთი ახლა სადაც მივდივართ, ავტობანია იმასთან შედარებით. შედარებაც არ შეიძლება. ისე აი ეს მონაკვეთის პატარძეულის მონაკვეთი წინა სიუჟეტში რაც იყო. მე ვფიქრობ, რომ ის სველზე ატალახებული კატასტროფა იქნება, განსაკუთრებით აი ეს ასვლის მონაკვეთი და ჩასვლის. კაი გართობა იქნება, აი როგორც ბატონმა გოგამ თქვა. ამასობაში მივუახლოვდით მდინარე ლაფიანხევსაც. გეტყვით, რომ იგი სათავეს იღებს გომბორის ქედის დასავლეთ კალთიდან და პერიოდულად ახასიათებს წყალმოვარდნები. მსგავსი შემთხვევები მეტწილად შემოდგომით ხდება. ახლა კი ზაფხულია, რაც ნიშნავს იმას, რომ წყლის დონე შედარებით დაბალია და შესაბამისად გაღმა ნაპირზე გასვლაც სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. ესე გადავკვეთეთ ივრის ერთ-ერთი შენაკადი ლაფიანხევი ქვია ამ მდინარეს. სხვათა შორის წინასწარ გაინტრიგებთ და გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროები არ არის იმ სამონასტრო კომპლექსის შესახებ, რომლისკენაც ახლა ჩვენ მივემართებით, სამაგიეროდ არის ერთი თქმულება, რომელიც როგორც ლეგენდა უკავშირდება ამ სამონასტრო კომპლექსს და ასევე ერთ საინტერესო ისტორიულ მოვლენასაც ემთხვევა, ესე რომ ვთქვათ. აი მოვადექით უკვე ღვთისმშობლის ნამონასტრალსაც, ისე როგორც ხაშმის მაცხოვრებლები, ძველი ხალხი უძახიან მას ყველაწმინდას. ეგონი აკაჩერება გაიაზრია. ისინი გაჩერდნენ უკვე, გატყობინებენ. კი ხო, აი სადაც უკეთეს იქნება, იქ გავაჩეროთ და всё, ეს არის ჩვენი დანიშნულების ადგილიც, თორნიკეს და გოგას რენაცვალე. მოვაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ისღა დაგვრჩენია და გიტოვოთ ისტორიული ნაწილი. ასე რომ წინ გელოდებათ სიუჟეტი ხაშმის ღვთისმშობლის, იგივე ყველაწმინდას ნამონასტრალის შესახებ. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი
ივრის ხეობის მარცხენა მხარეს, ლაფიან ხევში, ამავე სახელწოდების მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ეს გახლავთ ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი, უფრო ზუსტად რომ თქვათ ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც სოფელ ხაშმის მაცხოვრებლები დედა მარიამისა და ყველაწმინდის სახელითაც მოიხსენიებენ. დარბაზული ეკლესია, კოშკი კარიბჭე, სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები და ამ ყველაფერს გარშემორტყმული გალავანი ეს ის კომპონენტებია, რისგანაც სამონასტრო კომპლექსი შედგება. მიუხედავად მისი მასშტაბურობისა, ჩვენამდე მოღწეული აბსოლუტურად არც ერთი ისტორიული წყარო არ საუბრობს მასზე. ამ მოცემულობის მიუხედავად, მაინც საჭიროდ მივიჩნიე ის თქვენთვის მეჩვენებინა. რადგან ეს გადაწყვეტილება მივიღე, შევეცდები წარსულ ეპოქათა ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ ხაშმის ღვთისმშობლის, იგივე ყველაწმინდის სავანეზე. სამონასტრო კომპლექსის მთავარ სამლოცველოს, ესე იგი დარბაზული სტილის ტაძარს და კოშკს, რომელიც ასევე კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს, აღდგენითი სამუშაოები გასულ მე-20 საუკუნეში ჩაუტარდა. აქ მომუშავე მეცნიერებმა დადეს დასკვნა, რომ უკანასკნელი მასიური აღმშენებლობითი პროცესები მონასტრის ტერიტორიაზე მე-14-მე-15 საუკუნეებშია ნაწარმოები. თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, მე-14 საუკუნის ბოლოსა და მე-15 საუკუნის დასაწყისისთვის, თემურ ლენგმა თავისი მონღოლებით 8 ჯერ დალაშქრა საქართველო. ლანგისგან აუხრებული ქვეყნის აღდგენას დიდი ძალისხმევით ცდილობდა ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას. მისი მოწადინებით ქვეყანაში არაერთი მონასტერი იქნა განახლებული. საფიქრებელია, რომ მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ხაშმის ღვთისმშობლის ქრისტიანული სავანე არათუ აშენდა, არამედ ზემოთ ხსენებული ალექსანდრე დიდის ბრძანებით იქნა შეკეთებული და სწორედ ამ დროინდელი სამშენებლო ფენების ანალიზის საფუძველზე დადეს მკვლევარებმა ის დასკვნა, რომ მე-14-მე-15 საუკუნეთა მიჯნაზე აღუშენებიათ აქაურობა. ახლა ლოგიკური იქნება თუ დავსვამთ კითხვას. რა გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ადგილზე მე-14-მე-15 საუკუნეებზე უფრო ადრეც ყოფილა გაშენებული მონასტერი? ვინც ჩემს სიუჟეტებს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ წინა სერია, სადაც მე თქვენ გიჩვენეთ მე-5 საუკუნეში აგებული ხაშმის იგივე კაწარეთის სამება. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი ივრის ხეობის სიღრმეში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზეა გაშენებული. ხოლო კაწარეთის სამება კი, რომელიც საუკუნეების მანძილზე რეგიონის მთავარ საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა, შედარებით ქვევით და გაშლილ ადგილზე მდებარეობს. თუ მივყვებით ისტორიულ და ფუნქციურ ლოგიკას, ტყეში ჩამალული დედა მარიამის კომპლექსი პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო ხაშმის სამების დიდ კათედრალთან. ლაფიან ხევის ღრმა ხეობაში ჩაკარგული ღვთისმშობლის კომპლექსი იქნებოდა ასე ვთქვათ თავისებური სიმაგრე და ასკეტური თავშესაფარი კაწარეთის საეპისკოპოსოსათვის. სანამ ბარში საფრთხე მძვინვარებდა, სწორედ აქ მოხდებოდა შენახვა თუნდაც იმ საეკლესიო სიწმინდის, განძეულობის თუ ხელნაწერი ბიბლიოთეკისა, რომელიც ხაშმის სამების სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებას წარმოადგენდა. ამას გარდა არსებობს კიდევ ერთი გარემოებაც, რომელიც ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ აქ მონასტერი გვიან შუა საუკუნეებზე ბევრად ადრეა აგებული. ჯერ კიდევ ადრე ფეოდალურ პერიოდიდან მოყოლებული ამ ლოკაციის სიახლოვეს გადიოდა საქარავნო გზა. ხოლო მონასტერი აღჭურვილი საფორტიფიკაციო ნაგებობისათვის საჭირო ელემენტებით თავის მხრივ იქნებოდა როგორც ამ მარშრუტის მაკონტროლებელი, ასევე თავდაცვის ერთგვარი გარანტიც. გასულ მე-20 საუკუნეში საქართველოში დაბადებული ეროვნებით სომეხი მეცნიერი ლეონ მელიქსეთის ძე, იგივე მელიქსეთ ბეგი მის მიერ ნაწარმოებ კვლევებში წერდა ასეთ რამეს, რომ სოფელი ხაშმი, რომელსაც დღეს ვიცნობთ, ყოველთვის იქ არ მდებარეობდა, სადაც ახლაა. მეცნიერის თანახმად ძველი ხაშმი გაცილებით ჩრდილოეთით, ტყიან მასივში იყო გაშენებული, იქ სადაც ლაფიანთ წყალი იორს ერთვის. სწორედ მელიქსეთ ბეგის მიერ აღწერილ ტერიტორიაზე დგას ღვთისმშობლის იგივე ყველაწმინდის მონასტერიც და გამოდის, რომ ერთ დროს დასახლება მის გარშემო არსებობდა. ასევე მელიქსეთ ბეგი ამბობდა იმასაც, რომ ძველ ისტორიულ საბუთებში, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება, ქრისტიანული სავანე მოხსენიებულია როგორც დედათა მონასტერი, ხოლო ხაშმელები მას ყველაწმინდას უწოდებდნენ. სომეხი მეცნიერის კვლევის შედეგად გამომჟღავნებული გარემოებები საკმაოდ საინტერესოა. პირველ რიგში ვიგებთ იმას, რომ გვიან მე-17 საუკუნისთვის აქ მონასტერი კვლავ ფუნქციონირებს და ის დედათა სამყოფელს წარმოადგენს. მაგრამ უცნობია დედათა მონასტრად აქაურობა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პერიოდისთვის იქცა, თუ თავისი არსებობის მანძილზე ხაშმის ეს სასულიერო კერა ყოველთვისაც ამ ფუნქციის მატარებელი იყო.
ყურად საღებია, რომ გარდა მელიქსეთ ბეგისა, სხვა მეცნიერებსაც აქვთ ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომლის თანახმად ძველი ხაშმი, ესე იგი ქრისტიანული სავანის სიახლოვეს გაშენებული სოფელი, იმ ხალხს დაუარსებია, რომელნიც წინად უფრო ქვევით, კერძოდ კი კაწარეთის სამების მიმდებარედ სახლობდნენ. ამ მოსაზრების თანახმად სოფელი კაწარეთი, როდესაც შეიცვალა სოფელი სამებით, ტრის ერთ-ერთი შემოსევის შემდეგ სამების მოსახლეობა, ასე ვთქვათ, სამებლები, სწორედ ამ ადგილზე ამოსულან და დაუარსებიათ ხაშმი, ხოლო შედარებით მშვიდობიანობის ჟამს კი ჩასულან დაბლა, სწორედ იქ, სადაც თანამედროვე სოფელი ხაშმი მდებარეობს. ვინ წინა სიუჟეტს უყურეთ გემახსოვრებათ, ხოლო ვინც არიცით შეგახსენებთ, რომ მე კაწარეთის სამებაზე საუბრისას განვიხილე ერეკლე მეფის დროინდელი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 1765 წლით და მასში საუბარია კაწარეთის საეპისკოპოსოს გაუქმების თაობაზე. ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ საეპისკოპოსოს სამწყსოს დაცლა. როგორც დოკუმენტში აღწერილი, აღარც ყმა და აღარც მამული იყო. ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ხაშმის ღვთისმშობლის კომპლექსიც, ისევე როგორც თავად საეპისკოპოსო კათედრალის სამების ტაძარიც, სრულიად დაცილ და მღვდელ მონაზონთა გარეშე დარჩენილ ადგილს წარმოადგენდა. თუ ხაშმის ღვთისმშობლის იგივე ყველა წმინდა სამონასტრო კომპლექსის შესახებ ემატიანეებმა არაფერი შემოგვინახეს, სამაგიეროდ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაშია თქმულება, რომლის თანახმადაც მდინარეს, რომელიც ხევში მონასტრის მიმდებარედ მოედინება, ღვთისწყალი ეწოდება. ლეგენდის თანახმადაც და რეალური პრაქტიკიდანაც გამომდინარე, ხევი წელიწადის უმეტეს ნაწილს მშრალად ატარებს. თუმცა გარკვეულ პერიოდებში აქ მოულოდნელად დიდი და სუფთა წყალი მოდის, რომელსაც ღვთის წყალის სახელით მოიხსენიებენ. თუ ამ თქმულებას მკაცრი ისტორიული და გეოგრაფიული ლოგიკით გავყვებით, აღმოვაჩენთ რელიგიური წარსულისა და ბუნებრივი მოვლენის თანხვედრას. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, საქმე შემდგომშია. წინა სიუჟეტში კაწარეთის სამების სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას მე წაგიკითხეთ ნაწყვეტი ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული სახის თხზულებიდან მოქცევაი ქართლისაი, სადაც საუბარია მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ კაწარეთში კახი დიდებულებისა და მათი ქვეშევრდომების მონათვლის თაობაზე. ამ ფაქტს მალევე მოჰყოლია სამების ტაძრის აგება, რომელიც შემდეგ კახეთის ერთ-ერთ სასულიერო ცენტრად იქცა. თქმულების თანახმად ნათლობა უშუალოდ იმ წყალში მომხდარა, რომელსაც აქ მომდინარე მდინარე ლაფიან-ხევი წარმოადგენს. ეს ამბავი რეალურ ისტორიულ მოვლენას განეკუთვნება, ხოლო ლაფიან-ხევის წყლის სასწაულებრივი ქცევა, რაც პერიოდულ მოვარდნასა და შემდეგ კი საერთოდ გაუჩინარებას ნიშნავს, მთის მდინარეებისათვის დამახასიათებელი ნიშანია. რამე თუ მათ წყალუხობას, თოვლის მასის დნობა და ჭარბინალეგი განსაზღვრავს. მოდით დავსვათ კითხვა. რატომ გახდა საჭირო მსგავსი თქმულების შექმნა? ამაზე პასუხი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ღრმა წარსულიდან მომდინარეობს. მთელი არსებობის მანძილზე, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის გარეშე მტრის სამიზნეს წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ ქვეყანას მუდმივი ომებისა და დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებდა. ასეთი მოცემულობისას კი ისეთი ლეგენდების სახალხოდ გავრცელება, რომელიც შედგებოდა ნაწილობრივ რეალური რელიგიური მოვლენისაგან, ხოლო ნაწილობრივ კი მისტიკით იყო შევსებული, წარმოადგენდა ფსიქოლოგიურ და იდეოლოგიურ საყრდენს ჩვენი წინაპრებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ლეგენდები ძველ ქართველებს უღვივებდა როგორც რწმენას, ასევე შემართებას სამშობლოს დასაცავად, რომელსაც სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვა სისხლისმსმელი იმპერიები ემუქრებოდნენ გაქრობით. ღვთისმშობელი, დედა მარიამი, ყველა წმინდა. როგორც არ უნდა უწოდოთ ამ სამონასტრო კომპლექსს, ის მაინც რჩება ამოუხსნელ საიდუმლოდ ხაშმისა და ლაფიან-ხევის ხეობაში. ის რომ ამ მასშტაბის სამონასტრო კომპლექსზე არც ერთი წყარო არაფერს არ გვიყვება, ეს თავისთავად მიგვითითებს იმაზე, რომ საკუთარ წარსულში კიდევ ბევრი რამ გვაქვს აღმოსაჩენი. დღევანდელი ექსპედიცია ამით დასრულებულია. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგული ძიებაა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, მომავალ აღმოჩენამდე. დროებით.